ნატოს თვითმფრინავები მოქმედებაში ჩაერთნენ რუსული საფრთხის წინააღმდეგ უკრაინის საზღვარგარზე და ამ შემთხვევამ ომის გულში ახალი განგაში გამოიწვია. მოვლენამ ძალა მოიპოვა ამ ორშაბათს 27 აპრილს, რადგან მასში მონაწილეობდნენ ბრიტანული გამანადგურებლები, ევროფაიტერი, ტაიფუნი, რუსული დრონები და უკრაინის ტერიტორია. და პუტინის რეჟიმსა და ატლანტიკურ ალიანსს შორის პირდაპირი დაპირისპირების რეალური შესაძლებლობა. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ღამე არ ყოფილა თავდასხმების. ეს იყო ღამე, როდესაც ომი ძალიან ახლოს მივიდა ნატოს ერთ ქვეყანასთან. ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ გიდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ყოველთვის ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. სიტუაცია დაიწყო 25 აპრილის გამთენიისას, როდესაც რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი ტალღა დრონებისა და რაკეტების გაუშვეს. დაზარალებული რეგიონი მდებარეობდა დუნაის მდინარის მახლობლად, რენის რაიონში, უკრაინის სამხრეთში, პირდაპირ რუმინეთის გვერდით. ეს ზონა სენსიტიურია, რადგან იქაური უკრაინული პორტები გამოიყენება ექსპორტის მარშრუტების შესანარჩუნებლად, ლოგისტიკური მხარდაჭერისა და ეკონომიკური მოძრაობისთვის ომის პირობებში. მოსკოვს ეს კარგად ესმის. ამიტომ ამ ზონაზე თავდასხმები შემთხვევითი არ არის. ისინი ზეწოლას ახდენენ კიევზე და ამავე დროს ამოწმებენ, რამდენად მოითმენს ნატო, რომ რუსული დრონები მის საზღვრებს მიუახლოვდნენ. ამ ვითარებაში ბრიტანეთის საჰაერო ძალების 2 Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი აფრინდა რუმინეთიდან ნატოს გაძლიერებული საჰაერო პატრონირების მისიის ფარგლებში. ამ თვითმფრინავების მისია იყო რუმინეთის საჰაერო სივრცის დაცვა მას შემდეგ, რაც რადარებმა დააფიქსირეს რუსული დრონები, რომლებიც საზღვარს უახლოვდებოდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, 2 დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას შეუტია, მათ შორის ნაწილები რუმინეთის ქალაქ გალაცსა და თულჩის ოლქში. დაზიანდა ელექტროსვეტი და საცხოვრებელი ნაგებობა, მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. სწორედ აქ ხდება საქმე ფეთქებად საშიში. გავრცელებულ სიახლეებში ყველაზე ძლიერი ინტერპრეტაცია იყო ის, რომ რუსული შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ნატოს გამანადგურებლებმა პირდაპირ დაიწყეს ომთან დაკავშირებულ რუსულ სამიზნეებზე დამიზნება უკრაინაში. ეპიზოდის მთავარი ინფორმაცია ის არის, რომ ტაიფუნებმა რადარის კონტაქტი დააფიქსირეს რენიის მახლობლად, უკრაინის ტერიტორიაზე. და პილოტებს მისცეს ნებართვა დრონების წინააღმდეგ ემოქმედათ, თუ საფრთხე გადაკვეთდა საზღვარს ან რუმინეთს საფრთხეს შეუქმნიდა. ეს მომენტი მიჩნეული იყო გარდამტეხად, რადგან აკენებს ნატოს თვითმფრინავებს რეალური რეაგირების პოზიციაში რუსეთის საბრძოლო აპარატების წინაშე. ის ფაქტი, რომ გამანადგურებლები გააქტიურდნენ, მიზნები რადარზე დააფიქსირეს და მიიღეს ნებართვა მოქმედებაზე, აჩვენებს, რომ ნატოს საზღვარი სხვა დონეზე გადავიდა დაძაბულობის. ომი აღარ არის შორს, ის მიუახლოვდა ალიანსის თავდაცვის ხაზს. როდესაც მოსკოვი უშვებს დრონებს რეგიონზე, რომელიც რუმინეთთან ახლოსაა, მან იცის, რომ ნებისმიერი მარშრუტის შეცდომა შეიძლება უფრო დიდ კრიზისად გადაიქცეს. დრონმა შეიძლება დაკარგოს კონტროლი, ჩამოვარდეს სამოქალაქო ტერიტორიაზე, გაანადგუროს სახლი ან დააზიანოს ელექტროსადგური. ამჯერად რუმინეთის ტერიტორიაზე მატერიალური ზიანი მიადგა, შემდეგ ჯერზე შეიძლება მსხვერპლიც იყოს. ამ შემთხვევაში კითხვა აღარ იქნებოდა მხოლოდ ის, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. კითხვა იქნებოდა, როგორ უპასუხებდა ნატო იმ საფრთხეს, რომელიც მის ტერიტორიას შეეხო. რუმინეთმა მკაცრად იმოქმედა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაგმო რუსეთის ქმედებები და განაცხადა, რომ ისინი საფრთხეს უქმნის შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებას და ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებას. რუმინეთის დიპლომატიამ ასევე გამოიძახა რუსეთის ელჩის საპროტესტოდ. ეს აჩვენებს, რომ ბუქარესტმა ფრაგმენტების ჩამოვარდნა უბრალო საომარ შემთხვევად არ მიიჩნია. მან ეს მიიჩნია, როგორც უშუალო შედეგი რუსეთის უპასუხისგებლო ქმედებისა, რომელიც ძალიან ახლოს მოხდა საზღვართან, რომელსაც ატლანტიკური ალიანსი იცავს. იმ დღეს რუსეთის თავდასხმაც მცირე არ ყოფილა. უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა ღამით 619 დრონი და 47 რაკეტა გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით 580 დრონი და 30 რაკეტა ჩამოაგდეს. Sky News-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა და 30-ზე მეტი დაშავდა, ხოლო ბრიტანეთის გამანადგურებლები რუმინეთში პატრულირებისთვის გაგზავნეს კრიზისის დროს. ეს მასშტაბი აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის თავდაცვა მასიური შეტევებით დაასუსტოს. ეს ერთჯერადი ქმედება არ არის. ეს არის მუდმივი ზეწოლა ქალაქებზე, პორტებზე, ენერგეტიკაზე, რკინიგზასა და აუცილებელ ინფრასტრუქტურაზე. მოსკოვის ლოგიკა მარტივია, გაუშვას იმდენი დრონი და რაკეტა, რომ მათგან ნაწილმა მაინც შეძლოს მიზნამდე მიღწევა. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ასეთი ტიპის თავდასხმა რუმინეთთან ახლოს ხდება, ყოველი დაკარგული დრონი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნატოს.
რეგიონი რენი გახდა საკვანძო წერტილი ამ დაძაბულობაში. ის მდებარეობს უკრაინის სამხრეთში, დუნაის მახლობლად და რუმინეთის მოპირდაპირედ. კიევისთვის ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხმარება სავაჭრო და ლოგისტიკური მარშრუტების შენარჩუნებაში. მოსკოვისთვის ამ სტრუქტურის განადგურება უკრაინაზე ეკონომიკური ზეწოლის ერთ-ერთი გზაა. ნატოსთვის კი ამ ტერიტორიაზე თავდასხმას სხვა მნიშვნელობა აქვს. ეს არის რუსეთი, რომელიც ცეცხლს ძალიან ახლოს აგდებს მოკავშირე ქვეყნის საზღვართან. ავიაცია სამხედრო ავიაციაზე სპეციალიზებულმა საიტმა განაცხადა, რომ 2 ბრიტანული Eurofighter Typhoon-ი რუმინეთის ავიაბაზიდან აფრინდა, რათა რუსული დრონები შეეჩერებინა, რომლებიც რუმინეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ. საიტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი რუსული დრონი, რომელიც თავდასხმითი დრონების ჯგუფის ნაწილი იყო, გალაქსიაში ჩამოვარდა, გაანადგურა დამხმარე ნაგებობა და ელექტროგადამცემი ბოძი მსხვერპლის გარეშე. დაკვირვებასა და რეაგირებას შორის განსხვავება შემცირდა. ნატო ყოველთვის ერიდებოდა პირდაპირ ჩარევას ომში უკრაინის საჰაერო სივრცეში. მაგრამ როდესაც რუსული დრონები რუმინეთის სიახლოვეს მიდიან, ალიანსს სჭირდება აჩვენოს, რომ მისი საზღვარი ღია სივრცე არ არის. სწორედ ეს გააკეთეს გამანადგურებლებმა. ისინი ცაში აფრინდნენ მოკავშირე ქვეყნის დასაცავად და აკვირდნენ საფრთხეს და მზად იყვნენ დრონები ჩამოეგდოთ, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა. რუსეთი თავად ქმნის საფრთხეს. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა და ნატოსთან ახლომდებარე ტერიტორიებზე მოქმედება მოსკოვს აიძულებს ალიანსმა უფრო და უფრო თვალსაჩინოდ უპასუხოს. ადრე დასავლეთის რეაქცია გამოიხატებოდა გაგზავნილ იარაღში, ფინანსებში, წვრთნებში და დაზვერვაში. ეხლა რეაქცია გამოიხატება ცაში მყოფი გამანადგურებლებით, ჩართული რადარებით და პილოტებით, რომლებსაც მოქმედების ნებართვა აქვთ. ეს დეტალი არ არის, ეს ვითარების გამწვავებაა. ეს ეპიზოდი ასევე ამყარებს უკრაინის პოზიციას. კიევი ამბობს, რომ ომი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა რუსეთი მიხვდება, რომ აგრესიის ფასი მაღალი იქნება. კონფლიქტი უკვე აღარ ემუქრება მხოლოდ უკრაინულ ქალაქებს, ის ემუქრება მთელი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას. Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმავე თავდასხმების ტალღაში დნიპრო, ოდესა და ხარკოვი დაიბომბა, რასაც მოჰყვა დაღუპულები და დაჭრილები. უკრაინის მთავრობა მოსკოვი დაადანაშაულა დრონების, ფრთოსანი რაკეტებისა და ბალისტიკური იარაღის გამოყენებაში სამოქალაქო ტერიტორიებსა და ინფრასტრუქტურაზე. ამ თავდასხმების გამეორება აჩვენებს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს დაარღვიოს უკრაინის წინააღმდეგობა არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამასობაში რუმინეთს მოუწია მოსახლეობის გაფრთხილებებზე ზრუნვა. ახლომდებარე მცხოვრებლებმა მიიღეს საგანგებო შეტყობინებები. ჯგუფები გაიგზავნა ნამსხვრევების გამოსაკვლევად და ტერიტორიები იზოლირებული იქნა ასაფეთქებელი ნივთიერებების საფრთხის გამო. Euronews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუმინეთში დასახლებულ ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ 200-ზე მეტი ადამიანი დროებით იქნა ევაკუირებული. ეს აჩვენებს, რომ საფრთხე მხოლოდ სიტყვებში არ დარჩა, ის რეალობად იქცა. ნატომ გააკეთა გააზრებული დემონსტრაცია. არ გამოუცხადებია ომში შესვლა, არ გამოუცხადებია პირდაპირ დაპირისპირება, მაგრამ არც უქმად დარჩენილა. მებრძოლი თვითმფრინავები უკვე პოზიციებზე არიან, რადარები უკვე ყურადღებით აკვირდებიან. ჩართულობის წესები უკვე საშუალებას იძლევა მოქმედებაზე გადავიდნენ საფრთხის შემთხვევაში. ეს არის ის მომენტი, რომელიც მოსკოვს აშინებს. რუსეთი შეიძლება განაგრძოს უკრაინის დასუსტების მცდელობა ღამის შეტევებით, მაგრამ ყოველი ოპერაცია რუმინეთის საზღვართან ზრდის შანსს, რომ ნატოს თვითმფრინავებთან პირისპირ აღმოჩნდნენ. არა გრანდიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ თავდაცვის აუცილებლობის გამო. თუ რუსული დრონი გადაკვეთს საზღვარს და მოქალაქეებს დაემუქრება, რუმინეთი ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ პრეტენზიებით. მას მოუწევს თავისი მოსახლეობის დაცვა. აიძულებს ნატოს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია და შეუძლია რეაგირება. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი. და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვესის საზოგადოებაში.